შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი. ფილმშვიდობისა მამა ლუკა. ფილმშვიდობისა ღმერთმა დაგლოცოთ მოგესალმებით. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. გაიხარე, მადლობა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე და ცოდვაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში, ეს არის ბილდსიტყვაობის ცოდვა. პირველ რიგში რომ გავმარტოთ და აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რამდენად დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს ზოგადად სიტყვას, ვიდრე ვისაუბრებდეთ ბილდსიტყვაობის ცოდვის შესახებ. სიტყვის შესახებ რომ უთხრათ ზოგადად მაყურებელს, რას ნიშნავს სიტყვა და რამდენად დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს მას ადამიანების ცხოვრებაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში. სიტყვას ფილოსოფიური მნიშვნელობით არა, პირდაპირ გაგებით რო ვთქვათ, არა, ენით რასაც ამბობ ადამიანი, აი ეს მედიცინაში საინტერესო მეთოდია, რომ ენის მიხედვით შეიძლება დიაგნოზი დასვან და ენის რას ლაპარაკობს ადამიანი, იმის მიხედვით დასვამ დიაგნოზს, როგორია ეს ადამიანი. აი სოკრატე ამბობდა, რომ ადამიანიო, როგორც ლაპარაკობს, ისეთი არისო. ანუ როგორია მისი მეტყველება, როგორია მისი ისე იგი ჩანს, როგორი განწყობა აქვს, რა ემოციები აქვს მას და ფაქტიურად თავის თავს გამოსცემს. ენა არ არის იმდენი უბედურება, რამდენიც შინაგანი განწყობა, უბრალოდ ენა ვერ მალავს მას და ენას გამოაქვს გარეთ ეს ყოველია. ანუ პრობლემა შიგნით იწყება და მე შეიძლება ენას დავაბრალოთ ეს, მაგრამ თვითონ ენას არც ტვინი აქვს და არც გული აქვს და არც ჭკუა აქვს. ის ორგანოა, არც ძვალი. ეს უბრალოდ უნდა იყოს ისეთი, რომ კონტროლებოდეს. როგორც მაგალითად ხელი უნდა აკონტროლო ფეხი, როდესაც გჭირდება, მაშინ მოიხმარ ხელს, თვალს, ყურს. ასევე ენა. მაგრამ ენამ შეიძლება გაუსწროს ადამიანს, ანუ ემოციებიდან გამომდინარე. ესე იგი, ადამიანი შეიძლება შინაგანად ემოციებში იყოს და გონებას არ ექვემდებარებოდეს ადამიანი, ანუ წყობიდან იყოს გამოსული. აი მაგალითად, ერთი წმინდანი ამბობს, რომ აი რაც გემისთვის საჭი არისო, ის არის ადამიანისთვისო ენაო, იმიტომ რომ მას შეუძლია წაიყვანოს სხვადასხვა მიმართულებით სიტუაციები და იგივე მანქანაზე შეიძლება ითქვას, თუ თქვათ ჩვენ საჭეს ხელს გაუშვებთ, უმართავი ხდება მანქანა და აი თუ ჩვენ ენას არ გავაკონტროლებთ, უმართავი გახდება სიტუაციები. აი ჩვენ ვიცით, რომ ომს იწყებს და ომს ამთავრებს ენა, თუ დავკონკრეტდებით. ანუ გადაწყვეტილებები, ანუ ნათქვამი სიტყვა. ბილდსიტყვაობა რამდენად დიდი ცოდვაა, ესეც რომ გავმარტოთ, მამა ლუკა, დღევანდელ რეალობაში არის ხომ ადამიანების უდიდესი პრობლემა, რომლებიც შეიძლება ვერ თავისებდნენ იმას, რომ სინამდვილეში დიდი ცოდვაა ძალიან ბილდსიტყვაობა და არ უნდა გამოვიყენოთ ხომ ჩვენს ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და აღარც სქეს უკვე. კი, სამწუხაროდ ძალიან მიჩვეულია უკვე ადამიანის ყური. აი ესეთი აი ფილმებით მიეჩვიენ, კულტურამ ბრჭყალებში კულტურამ მიაჩვია ადამიანი ბავშვობიდან რო უყურებს თქვათ მულტფილმში რომ თავში ერთმანეთს ჩაკუჩებს ურტყამენ და ცეცხლს უკიდებენ და ეს სასაცილოა მე ერთმანეთს რო აგინებენ ესეც ისე რა შეიძლება ხუმრობით შეგაგინოს ვიღაცა და მე საერთოდ მუხრუჭს უშვებს ადამიანი და ეს ძალიან ცუდია იმიტომ რომ უფალი ამბობს შენი სიტყვებით იქნები გამართლებული და შენი სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული სიტყვა გავს აი სიტყვა უნდა შვას ადამიანმა შენგან იშვება სიტყვა და რახან იშვება და რახან უფალი ამბობს რომ შენი სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული და შენი სიტყვებით იქნები გამართლებული ეს ნიშნავს რომ შენი სიტყვა არ კვდება შენ რასაც შობ ის არ კვდება ამიტომ ძალიან უნდა გააკონტროლო შენი თავი აი ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს რომ ადამიანიო ისევე უნდა აკონტროლებდესო თავის ნათქვამ სიტყვებს, როგორც მაგალითად აკონტროლებსო რა სჭამსო. ჩვენ როდესაც ჩვენ ყველაფერს ვიყრით პირში, რაღაცა გაფუჭებულს, გახრწნილს, არასაკვებს და ასე შემდგომ. ესე არ ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ იმას, თუ რა უნდა მივიღოთ, რომ ეს ჩვენ ჯანმრთელობას შეეწიოს და რას ვიტყვით, რა თქმა უნდა, ისიც ისევე უნდა გავაკონტროლოთ. იმიტომ რომ ის
ჩვენ ჯანმრთელობაზე კი არ მოქმედებს მხოლოდ ეს ჩვენს სულზე მოქმედებს ჩვენს აი როგორც ქრისტემ ბრძანა ჩვენს მარადიულობაზე მოქმედებს ვინ ვიქნებით ჩვენ მომავალში რა იქნება საერთოდ ნუ ეხლა ყველაფერს ენას ვერ დავაბრალებთ ადამიანში არის ემოციები როდესაც ადამიანი ამ ემოციებს არ აკონტროლებს აი ჩერნობილში რომ მოხდა ატომური სადგური ვეღარ გააკონტროლეს და აფეთქდა ის და ესე იგი ისეთი პროცესები არ უნდა წავიდეს ჩვენში რომ ჩვენ ვერ გავაკონტროლოთ ის და მე აფეთქდეს და რო აფეთქდება ხოლმე ალბათ მამა ლუკა თქვენ შეიძლება გსმენიათ რომ აი ეს კი არ მინდოდა რომ მე თქვა მაგრამ ვეღარ მოვთოკე თავი და თავისით ეს არის გაუკონტროლებელი ემოციები და ძირითადად ამას ადამიანი სხვა საბრალებს ну მაგალითად თუნდაც ეგ ნათქვამი რომ მე მინდოდა რომ თავის შემეგა ვერ შევიკავე ну აქ შანს რო ის ამართლებს თავის თავს ახლა მე კი ვიყავი მშვიდად მაგრამ აი ახლა იმან რო ფეხზე დამადგა ფეხი და იმან თქვა რაღაცა ცუდი სიტყვა მითხრა ამან გამოვიყვანა წყობიდან თორემ ხო პრობლემა არა მაქვს ათონური ისტორიებია ერთი რომ ბერს ყავს თავისი მორჩილი და ნუ ძალიან ფიცხია რა ეს ძალიან ფიცხი ვერ გაჩერდა მონასტერში ვერ გაჩერდა ბერთან ნუ თulis რომ თუ განმარტოვდება და ამ საცტურებს მოშორდება რასაც სხვა ბერები ქვია სხვა ადამიანები ქვია ის იქნება აბსოლუტურად წმინდა და წარმატებული ასე ვთქვათ და ნუ გაუშვეს ახლა ვერაჩერებდნენ ახლა ორ დააბამდნენ და გაუშვეს და როდესაც გაუშვა ბერმა მე მოხდა ესეთი რაღაცა რომ წყალზე იყო წასული და დოქით მოქონდა წყალი და ახლა რომ შეუდგა ამ წყაროს ეს ივსება ეს დოქი და მე ახლა სიმძიმის ცენტრი რო შეეცვალა აბსების დროს გადაგორდა და წაიქცა ისე გაბრაზდა ამაზე ჯოხით იყო და სულ ჯოხით დადახა ეს ყველაფერი და მე რო დაცხრა მე მიხვდა რომ ახლა დოქიც ხო არ იყო დამნაშავე კაი ადამიანები დამნაშავეები არიან მაგრამ დოქმა რა დააშავა წყალი მოქონდა შენთან და მე მიხვდა და მე სინანულით დაბრუნდა იქ და მე მიხვდა რომ თავის თავშია პრობლემა და როდესაც ჩვენ ბილდს იტყავთ მიზანმიმართულად ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ აი როდესაც ბილდს იტყავთ წამოცდენით და ასე შემდგომ ნიშნავს რომ რაღაცა უნდა გაკონტროლდეს ჩვენ შიგნით მინიმუმ ის რომ ესე იგი რაღაცა სიბილწე არსებობს ზოგადად ახლა ბილდსიტყვაობა გულისხმობს ვიღაცის შეურაცხყოფას ხო ახლა ისე ხო არ არის და თუ ვიღაცას შეურაცხყოფ შენ უკვე ცნებას არ ღვევ ცნებას არაკაცკლა იმიტომ რომ კაცი შეიძლება მოკლა ფიზიკურად კაცი შეიძლება თქვათ შეურაცხყო ფიზიკურად მაგრამ ალბათ ყველაზე ძიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაინც ენით დაჭრილი გული უფრო ენით დაკოდილი ყველას კარგად შუშტება იმიტომ რომ ის არზე ბასრია ის არმა შეიძლება ადამიანი მოკლას ფიზიკურად ბიოლოგიურად მაგრამ ენა კლავს გულს ადამიანისას და ადამიანი შეიძლება ცოცხალი იყოს მაგრამ გული მოუკლა მას ეს გვესმის ქართველებს და აი ბილდს სიტყვაობა ეს არის ცნების დარღვევა არაკაცკლა ეხლა ეს უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ცოდვის ჩადენით სხვას კი არ ვაზიანებთ არა სხვასაც ვაზიანებთ მაგრამ პირველ რიგში ჩვენ თავს ვაზიანებთ იმიტომ რომ ეს ნაგავი ჩვენში გროვდება და თუ შენ ვთქვათ რაღაცა ცოდვას არ ეწინააღმდეგები მაშინ ის ფესვს იდგამს აი როგორც სარეველა ერთი ცალი რო ამოვიდეს ვთქვათ ჩვენს ბოსტანში სადაც მწვანილი გვაქვს ის სარეველა ერთი ცალი არ დარჩება ის გამრავლდება და ცოტა ხანში მთლიანად დაიპყრობს იქ ტერიტორიას და აი და აღარ იქნება ის ჩვენი მწვანილი ასე თუ ანუ კულტურული ჯიშები და იგივე ხდება სულიერებაში თუ ჩვენ რაღაცა ჩვენ ცუდ თვისებას არ შევეწინააღმდეგეთ ის მერე დაიპყრობს ყველაფერს ამიტომ უბედურება ეს ცოდვათ იმიტომ ითვლება ბილდს სიტყვაობა რომ ეხლა სხვა არავენაირად აიტანს და გაგიტარებს და შეიძლება არც მოგაქციოს ყურადღება ან ვერც გაიგოს მაგრამ შენში ხო იდგამს ფესვს ეს საშინელება და უფალმა ეს მცნებად დაგვისვა მცნებად იმიტომ რომ გითხრა თუ ამას გადახვალთ მოკვდებით ამას მომაკვდინებელი ცოდვა ქვია მომაკვდინებელი ცოდვა იმიტომ რომ კლავს ადამიანის სულს კლავს ნიშნავს ესე იგი
დღეს არასწორად ხმარობთ სიტყვა სიკვდილს. სიკვდილი გარდაცვალებას ვეძახით. სიკვდილს ვეძახით გარდაცვალებას და არათა სიკვდილი უფრო დიდი სიტყვაა. გარდაცვალება რო ხდება ადამიანის, ეს გარდაცვალებაა, მდგომარეობის გამოცვლა, მაგრამ სიკვდილი ეს არის, როცა ღმერთს შორდება ადამიანი. აი ამ ცოდვით ღმერთს შორდები. ახლა წარმოიდგინე, უფალი გაძლევს ცოდნას და გეუბნება, რომ რაც შენ არ გინდა რომ სხვამ გაგიკეთოსო, შენც არ გაუკეთო ის სხვასო. ეს არის ოქროს კანონი. და ახლა თუ ბილდ სიტყვაობ, თუ ვიღაცას აგინებ, ან ცუდი სიტყვით მიმართავ, ნიშნავს, რომ უბრალოდ ღმერთი გყავს გაწეული გვერდზე. ფიზიკურად კი არა, შენს შიგნით ხდება ეს. და თუ ღმერთი გვერდზეა გაწეული, ეს ნიშნავს, რომ მკვდარი ხარ და შენში ჯოჯოხეთია. და კარგი რა იქნება შენში. საზოგადოებაში იმდენად არის გამჯდარი უკვე ეს ბილდ სიტყვაობა, რომ შეხუმრებითაც კი ერთმანეთს, როდესაც მიმართავენ ხოლმე სამწუხაროდ ამ დროსაც, მიმართვის დროსაც შეიძლება სულაც არაპირებს მის შეურაც ყოფას ესე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მიმართვის დროს იმდენად გამჯდარი აქვთ და იმდენად უთამამდებიან ერთმანეთს, რომ არაფრად მიაჩნიათ თითქოს ეს სიტყვები და მიმართავენ ამ სიტყვებით. აი მე საბჭოთა ჯარში ვიყავი, ასაკის მიხედვით ასე მომიწია და იქ იყო ასეთი ზოგადად იქ გავრცელებული ყველაში, რომ ქართველს არ უნდა შეაგინო. თორე ქართველს რო შეაგინებ, მე რაღაცა ეს წითელი ხაზი იყო ჩვენთვის, ჩვენი გენეტიკისთვის, იმიტომ რომ მე სიცოცხლეც არ გინდოდა, ხა თუ პატივი აღკარეს, თუ შეურაცხყოფა, თუ ღირსება აღარა გაქვს, მაშინ რისთვის ცხოვრობ რა, რო ჭამო და გაგინოს ვიღაცამ. ერთმანეთს კი აგინებდნენ, აი როგორც გამარჯობა გაგიმარჯოს, მაგრამ ქართველის მიმართ ამას ერიდებოდნენ. იმიტომ რომ ქართველი გამოდიოდა წყობიდან, მართლა გამოდიოდა და ძირითადად იქ დედის გინება იყო და ეს საშინელებაა საერთოდ. ეს საშინელებაა. და ქართველი სწორადაც გამოდიოდა წყობიდან და ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენს ერში იდგამს ეს ფესვს. მე ერთხელ ვიყავი მეგობართან და რომ მივედი სახლში, ესეთი რაღაცა მითხრეს, რომ რა მოაფიქრებიაო ისა ბიძაშვილის შვილს, რომ ეძინაო აქო ამ ოჯახის უფროს და თავში ჩუმად მოვიდა და ჩაკუჩი ჩაარტყა 2 წლის ბავშვმა და ახლა მაგრა ხო ვერ ჩაარტყამდა, მაგრამ რაღაცა გამოაღვიძა ახლა ეს და დაინახა რომ ჩაკუჩით დგას ადამიანი და რომ მივედი ესეთი რაღაცა მკითხეს რომ საიდან მოუვიდაო ეს აზრათო და ნუ მე ვკითხე ხა ტომი და ჯერის უყურებს მეთქი და კიო ჩაურთავთო და ისე უხარიო ხო და უყურებს ამას რომ იქ თავში ტაფებს ურტყამენ, ცეცხლს უკიდებენ, დენში აერთებენ და ეს ისეა გადაღებული რომ სასაცილოა და ახლა ამ ბავშვმა დაასკვნა 2 წლის ბავშვმა, ახლა ძალიან ძლიერი სპეციალისტია და პიროვნება ეს პატარა ბავშვი, მაგრამ თავის დროზე მსხვერპლი იყო ამ მულტფილმის, იმიტომ რომ ჩათვალა რომ მე თუ შენ რომ მიყვარხარ ბიძაჩემი ძალიან და თავში ჩაკუს ჩაგარტყა, ეს არის ესე იგი სასაცილო, კი არა და ხუმრობა ეს და აი ხა წარმოიდგინეთ რომ ხო ვიცით რომ ფილმებიც არის, ნუ აი იუმორისტები ძალიან ბილდ სიტყვაობენ, ეჩვევა ბავშვი ეჩვევა. მე მამა თუ ბილდ სიტყვაობს და კიდე დედა ბილდ სიტყვაობს ბავშვისთვის ეს არ არის პრობლემა. სუფრა არის ისეთი წმინდა ადგილი, ეს ბევრი ტრადიცია გვაქვს დაკარგული და მათ შორის ეს რომ ახლა თლად დაკარგული არ გვაქვს, მაგრამ კარგავთ ალბათ. სუფრა არის ნადიმი, ახლობელთა შეხვედრა არის ისეთივე წმინდა ადგილი, როგორიც ტაძარი. სადაც არ უნდა მოხდეს ბილდ სიტყვაობა, სადაც ლოცვა მიმდინარეობს, ანუ სადღეგრძელო იგივე ლოცვა ძალიან გავს საპასექო სუფრავს. ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, ვისაც ბიბლიური ტრადიცია კულტურის დონეზე გვაქვს გადმოტანილი. ანუ საპასექო სუფრაზე, ღვთისადიდებელ სუფრაზე 4 სადღეგრძელო ითქმოდა და ჩვენთანაც მე როგორც გავარკვიე 12 სადღეგრძელო ითქმოდა. არა ისე რომ ეხლა რომ დაიწყება და დამთავრება ეს პირი არ უჩანს. როდის დამთავრდება და 1000 არასაჭირო სადღეგრძელოები ითქმება. ეს არის წმინდა ადგილი. და აი მაგალითად ჩემს ბავშვობაში ეს წმინდა ადგილი იყო. მამა ჩემისთვის, მისი მეგობრებისთვის, ნათესაობის და მე ძალიან მიყვარდა მათი სმენა, იმიტომ რომ ისეთ კარგ რაღაცებს იხსენებდნენ ხოლმე და ნუ აი ეხლა თითქოს ესე იგი
თითქოს ადამიანის შინაარსს კარგავს, თუ უბრალოვდება თითქოს ბილსიტყვაობას თუ მიეჩვია მინიმუმ რა მოხდება, იცით, ღმერთთან გაწყვეტ კავშირს. და თუ ღმერთთან გაწყვეტე კავშირი, შენ იქნები როგორც აი სიმინდის ღერო რო გადაჭრა, ის ჩალად იქცევა, გამოშრება და ნაყოფს კი ვერ გამოიღებს. ჩალაა ის. ან წვავენ და ან პირუტყს აჭმევენ და ასე არ შეიძლება რომ შენც გამოშრე. იმიტომ რომ უსჯულოებების გამრავლებით გახმება სიყვარული მრავალთა. წინასწარმეტყველებს იოანე მახარებელი და ეს ჩვენ თავზე არ უნდა ახდეს. ღმერთმა დაგვიფაროს თუ რომელიმე ცოდვა არ მოვიშორეთ, ჩვენ გავხმებით და ვხმებით კიდეც, იმიტომ რომ კარგავთ უნარებს, უნარს სიყვარულისას, სიწმინდისას, სიკეთისას. მამა ლუკა, გაბრაზების, ბილსიტყვაობის ცოდვის ჩადენის შემდეგ როგორია და როგორი უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა? ნუ ბუნებრივია, ინდივიდუალურია ყველაფერი, თუმცა ზოგადად რომ განვიხილოთ, რა უნდა გააკეთოს კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გადადგას ადამიანმა ამ ყველაფრის შემდეგ, მიხვდება თუ არა ის საბოლოოდ მის დანაშაულს, მის ჩადენილ ცოდვას, რამდენად აღიარებს, ალბათ მნიშვნელოვანია ეს ადამიანის ცხოვრებაში. ნუ გააჩნია როგორ არის მიჩვეული, თუ შემთხვევით მართლა შემთხვევით წამოგცდა, ძალიან გამწარდი და წამოგცდა, ნიშნავს რომ რაღაცა ფესვია ჩარჩენილი და ის ცდილობს გაცოცხლებას და შენ შეგიძლია მარტივად რო ჩააქრო ის, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ძალიან მიჩვეული ხარ, სინდისის ქეჯნაც არ გექნება. პირიქით ეს იქნება, ნუ სიტყვათა მარაგი და წინადადების დაბოლოება, რომ შენი თავი წარმოაჩინო, რომ მომისმინეთ და ეს რო ყურადღება მიიპყრო და უფალი ამბობს, რომ შენ არაფრით არ უნდა ცდილობდეს ყურადღების მიპყრობას. შენი ხო რო იქნება და არა. შენ არ დაგჭირდება ეს ზედმეტი სიტყვები, დაგინება, რომ იცით მე სიმართლეს ვამბობ ახლა და ვიგინები. ჩემ თავის მიმართ ვიგინები. და ეს არასწორია. უბრალოდ პატიოსნება უნდა აღიაროს ადამიანმა. როდესაც ადამიანს რაღაცა წამოწდება, მან უნდა დაგეგმოს რა გაუკეთოს ამას. იმიტომ რომ ჩვენ მოვიწამლებით, როდესაც როგორც ვთქვით, რაღაცა შემთხვევით რაღაცა თუ ჩავიდეთ პირში და გადავყლაპეთ, არა მარტო მაშინ მოვიწამლებით, უფრო უარესად ვიწამლებით, როდესაც რაღაცა არასწორს ვიტყვით. იმიტომ რომ იმ არასწორად ნათქვამი სიტყვისთვის მე ვიცი შემთხვევები დაუხოციათ ერთმანეთი. ამ დროს ის შეიძლება უბრალოდ წამოწდა. ამიტომ უბრალოდ ესე იგი თუ ბრძნად მეტყველებაო ეს არისო ვერცხლიო, რჩეულიო, დუმილიო ოქრო არისო და აი უბრალოდ საუკეთესო უნდა ისწავლო მდუმარება და სიტყვა მარტო მაშინ უნდა თქვა, როდესაც ის აუცილებელია. თორემ აი ბიბლიაში სოლომონ ბრძენი რას ამბობს? ერიდეთო პირმორღვეულ და ღვინის მოყვარე ადამიანებსო. იმიტომ რომ პირმორღვეული და ღვინის მოყვარე ადამიანი, ანუ უკვე გალოთებული და ზაპოები რო აქვთ, ესე გეწოდებული და უკვე ვეღარ ერევიან ამას, ისინი შინაგანად დანგრეულები არიან და წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ერიდეთ ასეთ ადამიანებსო, იმიტომ რომ მათ საქმის კეთება აღარ შეუძლიათ პირმორღვეულს და ხა გალოთებული ადამიანი გასაგებია, მაგრამ პირმორღვეული ადამიანიც თუ ასეთი არასანდო იყო, ეს არ ვიცოდი, როდესაც წინასწარმეტყველთან წავიკითხე, მერე დაუფიქრდი ამ თემას და ნუ ახლა წინასწარმეტყველს რაში ჭირდება, რომ მე დავამტკიცო, რომ მართლა ესია. ჩემ თავში დავამტკიცე, რომ ეს მართლა ესია და ძალიან დიდი ცოდნაა, ძალიან დიდი პრობლემაა პირმორღვეული ადამიანი. რომელიც როცა უნდა ემოცია შეიგინება, როცა უნდა ლაყბობს, ტვინი თითქოს აღარცაა ჩართული და რაღაცა ამოდის, უფრო ჯოჯოხეთი ამოდის. მამა ლუკა, არის შემთხვევები, როდესაც თქვათ იგივე ოჯახში ხდება ეს ყველაფერი და ბავშვი ისმენს ამას, ზოგ შემთხვევაში პატარებს ახალისებენ კიდევაც ხოლმე და ასწავლიან შეგნებულად და უფროსები მერე იცინიან, იმიტომ რომ სასაცილოდ გამოსდით პატარა ბავშვებს.
რა თქმა უნდა ბავშვი ამას ვერ ხვდება თუ რაშია საქმე და რახან იცინიან, ესე იგი კარგს აკეთებს. შეიძლება მეორე მაგალითი განვიხილოთ, რომ ოჯახში საერთოდაც არ არის ბილწსიტყვაობა, მაგრამ შეიძლება სკოლაში, უნივერსიტეტში ამ ხანაგებთან, მეგობრებთან ასე შემდეგ და მით უმეტეს მოზარდი ცდილობს რომ ადგილი დაიმკვიდროს გარკვეულწილად იმ საზოგადოებაში და შეიძლება ეს ჩათვალოს პრიორიტეტად, ასე ვთქვათ, ან კარგ საქმედ და გარკვეულწილად იმისათვის რომ მისი სიტყვა დამაჯერებელი იყოს, ხშირ შემთხვევაში ბილწს სიტყვაობასაც მიმართავენ ხოლმე სამწუხაროდ და ის წეღან თქვენ რაც თქვით რომ ქართველისთვის არ უნდა შეურაცხყოფ არ უნდა მიეყენებინათ სამწუხაროდ არ უნდა შეგინებინათ დღევანდელ დღეს თავის თავზეც კი იგინებიან ხოლმე ხო ასე ვთქვა და ეს ფაქტებიც რო განმარტოთ რომ აი ამ დროს რა ხდება თუ მშობელი არის ეშმაკის თაყვანისმცემელი თუ ქრისტესთან არა ხარ უფალი ამბობს ვინც ჩემთან არ არის ის ჩემი წინააღმდეგია მოკლედ გასაგებად ამბობს თუ ქრისტეს ერთგულებას არ ცდილობ მისი წინააღმდეგი ხარ და ისეთი თვისებები გაქვს რომ ეშმაკის მეგობარი ხარ თუ თქვათ ჩემში ადამიანში გამარჯვებულია რაღაცა ცოდვა ის ცდილობს რომ აი ფსალმუში რომ წერია დაუკლესო შვილნი თვისნი ეშმაკთაო ის ცდილობს აი ამ ეშმაკის მეგობრობას მიაჩვიოს თავისი შვილიც და ეს კარგია და ეს ფსიქოლოგიური მომენტიცაა რომ ადამიანი რაღაცა ცოდვას რო ჩადის და მასთან ბრძოლა არ უნდა ანუ usindisot იქცევა მასთან ბრძოლა რო არ უნდა მე ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაფლოს ამ ცოდვებში რომ თავის სინდისი გაამართლოს რომ ახლა ნახე ბავშვი იგინება და მე რა რო არ ვიგინებოდე ნახე ბავშვი ნუ მე ვიცი რომ ბევრი ცოდვებიც ჩაუდენიათ ჩაადენინეს მშობლებმა შვილებს მამებმა ბიჭებს და ნუ ეს შორსავალთ ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი მაგრამ უბრალოდ ეს არის ფორმულა ეს არის თუ ადამიანი არის ეშმაკის თაყვანისმცემელი თავის ცოდვებიდან გამომდინარე და არ ერთგულებს ღმერთს და არ იცავს მცნებებს ის უკვე ეშმაკის თაყვანისმცემელია გინდა მონათლული იყოს გინდა მოუნათლავი იმიტომ რომ ხანდახან გონი ადამიანს რახან მონათლული ვარ ქრისტიანი არა ამიტომ არ ხარ ქრისტიანი თუ მცნებებს იცავ ქრისტიანი ხარ თუ არ იცავ ეშმაკის თაყვანისმცემელი ხარ და თუ რაღაცა ცოდვის საშუალებით ეშმაკს ცემ თაყვანს მე ცდილობ რომ შენს ირგვლივ ყველა იმ ეშმაკს წეს თაყვანი რო შენ არ გამოჩდე იმათ თეთრი ყვავიოთ როგორც არის რა რო განსხვავებულად რო არ გამოჩდე და რაღაცა მასობრივი ფსიქოზი რო შექმნა ამ რო ეს ცოდვა იყოს დაშვებული არავითარ შემთხვევაში არ უნდა სახლი ანუ ოჯახი ეს არის მცირე ეკლესია ქრისტიანთა სამყოფელი და ეს იგივე სიწმინდე მოეთხოვებათ როგორც დიდ ეკლესიაში სულიწმინდის მორჩილება მოეთხოვებათ სინდისის ბატონობა მოეთხოვებათ ბედნიერება მოეთხოვებათ სიხარული მოეთხოვებათ სიკეთე მოეთხოვებათ და სიწმინდის გარეშე სიხარული არ იქნება სიხარულის გარეშე სიმართლე არ იქნება სიმართლის გარეშე მშვიდობა არ იქნება და ნუ ასეა ეს ზოგადად 2 წუთი დაგვრჩა დაახლოებით შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებიც მამალუკა და რჩევა რომ მივცეთ მათ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს ოჯახში ასე ვთქვათ ხო ვიღაც ბილწსიტყვაობს ან მის გარშემო და როგორ უნდა შევაგონოთ ისე რომ მათი მრისხანება არ დავიმსახუროთ არც ისინი არ გავაღიზიანოს და უარესწოდვაში არ ჩავაგდოთ მაგრამ თანამედროვულად მაკურნებელი იყოს თუ ადამიანს უყვარს ის ცოდვა და შენ მას მოუწოდებ რომ ის ცოდვა არ ჩაიდინო ის მაქსიმუმ გაღიზიანდება და ჭუბს დაიწყებს რომ რას ქვია მაგრამ ფორმულა ესეთია შეიყვარეთ სიკეთე და მოიძულეთ უსჯულოება ყველაფერი რაც უსჯულოება უნდა მოვიშოროთ აი მაგალითად ესე ხო არ არის რომ მარჯვენა ხელი მაქვს სუფთა და მარცხენა მაქვს დასვრილი ან ორივე ხელი სუფთა მაქვს მაგრამ სახე მაქვს დასვრილი ან სახე სუფთა მაქვს მაგრამ ტანსაცმელი მაქვს დასვრილი ჩვენ ადამიანები ჰიგიენური თვალსაზრისით ვცდილობთ რომ თლიანად ვიყოთ სისუფთავეში ჭუჭყი ადამიანის არც ერთ ნაწილს არ უხდება ასე ვთქვათ და სულში მით უმეტეს სიწმინდე
სისუფთავეს აღემატება, სიწმინდე ეს არის უბრალოდ ადამიანისთვის აუცილებელი პირობა და ახლა ჰიგიენური ნორმები ეს ადვილი დასაცავია შედარებით, თუმცა იმასაც ძალიან შრომა უნდა, მაგრამ აი თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, თუ გინდა რომ გიხაროდეს, თუ გინდა რომ სიმართლე იყოს შენში, უნდა მოიშორო უსჯულოება, შეიყვარო სიკეთე და მოიძულო უსჯულოება. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.